მოგესალმებით მეგობრებო ახალ ვიდეოში. Თქვენთან არის ისევ სანდრო და თქვენ დღეს ამ ვიდეოში ნახავთ. ძრავი გამორიცხეთ, მაგის შემდეგ დაახლოებით 1500-დან 1700 კილომეტრამდე მაქვს გავლილი და დაახლოებით 500 გრამი ჩავამატე. მაგრამ რა თავარი არის, თავარი პრობლემას, ანუ ბოლვა და ხილული ბოლი საერთოდ აღარ აქვს და ეს კოლიცოები როგორც იცით, პრუჟინებში არის ხოლმე გაჭედილი და ნელ-ნელა იხსნება. წესიდარიგით რაც ინფორმაცია მომაწოდეს, მუშაობაში უფრო და უფრო გახსნის და ეს ზეთის კლებაც შენელდება რა, შეიძლება სამომავლოდ საერთოდ აღარც დაიკავოს. სულ არაფერი და შეცვლამდე ლიტრანახევარი ან 2 ლიტრა თუნდაც დავამატო, მაინც კვაკოფილი ვარ ამ ძრავის, იმიტომ რომ იცით ამის შესაძლებლობები რაც ხენის ძალებში არის და საომავლოდ კიდევ დავაკვირდები, თუ სიტყვაზე ზეთის პრობლემა დიდად არ შემაწუხებს, მაგ შემთხვევაში ამ ძრავს დავანასტროიკებ და დანასტროიკებამდე კიდე რაღაც ნაწილების შესვლას ვაპირებ, მაგას არ დაგასპოილერებ და მაგას ვიდეოში ნახავთ. ვაყენებ დღეს პადუეს კას, ეხლა მივდივარ და ძალიან მალე დაგდებულ სოროქსეს. უკეთეს სამართავი იქნება, ბევრად მაგრა დაბლოკავს და მაგის ტესტსაც სამომავლოდ შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით უკას უახალი საბურავი მიყენია, დღეს ვერაფერს ვერ შეკვირდებით. მაგრამ ახლა მომავალში აუცილებლად ნახავთ ეს რა და ნახავთ თუ ის შედეგი დადო მე რასაც ველოდები, მე უკვე თქვენც გაგიწევთ რეკომენდაციას რომ დააყენოთ რა. ნებთ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ და ასევე რეგულირებად პადუეს კასთან არასდროს არ მქონია შეხება, რამდენად გამძლეა თბილისის პირობებში, გაასხავს, არ გაასხავს, აზრი არ ვარ მოკლედ რა. და ერთად გავტესტოთ ეს ყველაფერი ვიდეოებიდან გაიგებთ მოკლედ რამდენად კარგი არჩევანი არის თბილისის პირობებში. ეხა უსწორმასწორო ადგილას აყენია. აქ ორი თითი შედის. მომენტ აქაც რა ეგ ადგილი არაფერს არ ცვლის და ეხა აი აქ უფრო ეტყო. აქ ვაფშე რა ვიცი 3 თითი შევიდა ეხლა. იმიტომ რომ აქ უსწორმასწორო ადგილის გამო ეხა აქ უფრო დაბალი იქნება წესით. ხო აქ ორი არ შედის რა. ერთი შედის თავისუფლად, ორიც აი ცერზე რო შეუშვა ეგრე და ეხლა 4 ამორტიზატორი. ჩაშკები ჩვენი გადადის, მაგრამ ჩვენებიც არ ვარ გაიხლა ავტომატში ავალ დავიჭრებ ახალ ჩაშკებსაც ბარემ და დაყენებასაც როგორ და ასვაყენებთ, როგორი არის გაჩვენებთ. ავტომატში ვიყავი ხა. ლენფორდერის წინა ჩაშკები ვიყიდეთ 150 ლარამდე დააჭდა მოკლედ ეს ორი ცალი ჩაშკა რა. ეს ქარხნულები და ჩვენი ახალებით არის და ნახეთ რა ხდება სხვაობა არის ზომაში. დაიზმორება გაჩვენებთ მაგასაც თლიანად. როგორც იცით მეგობრებო, აქ ჩაშკები იბზარება ხოლმე 46-ზე და პადუეს კას როცა აყენებთ, უფრო მეტი შანსი არის სიხისტისგან რომ გააფუჭოთ და როგორც იცით ჩემ ვიდეოში ნანახი გაქვთ რომ დავაყენეთ რასპორკა და ეხა პადუეს კაზე ძალიან დაგვეხმარება და მაგას კიდე თავიდან ავირიდებთ რა. ეს აყენია ორივე მხარეს და ჩაშკები შენარჩუნებული არის, ისევ ქარხნულად არანაირი დეფექტი არ აქვს და არც ბზარი და არაფერი იგეთი. ეხა ეს რამდენი კილოვანია? ეს არის ეხა სადღაც 11 ნახევარი. აგრესი გრუპი გუნდში. ხო, დაბლები არის, აწევის რესურსი გვაქვს, დაწევის რესურსიც ბევრი გვაქვს. აჰა, სიმაღლე. ხო. და თან ქარხნული ის რეზინებიც რჩება, ზოგი აცლის და მაგით წევს და რეზინებს იმაშრები რა, ეხა სხვა რეზინებსაც დაუგებ, ზამბარას კონდეს. ხო, სირბილე და რაღაცა? ხო, ზაკ. ანუ ის გაიჭედო, სო, კი ბატონო. დაგხსირის ეს აკუზი და ეგ არის. შვენიერი. ესეც უკანები გადავწყვიტეთ, მოკლედ, ესეც წინები
და ნუ ზამბარები არის მოსარგები ხა ამეებზე კიდე ქვედა სამაგრები და ყველაფერს რო დაუსბორავ იმასაც გაჩვენებთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება და მე რო დაყენდება კიდე დანარჩენსაც ვიდეოში ნახოთ. ეგა თან დაბლები ხო? და თან ესეც წონაზე როგორ არის? აი ხო ვაყენებ 8 კილოს. ხო. წინ ანუ ძალიან ხისტი იდეაში არც ხვიდა უკან უნდა იყოს. ანუ გადანაწილება ისეა ქალხანას რომ უკან უფრო გრუდი უნდა იყოს ვიდრე წინ. შვენიერი. ბოლომდე დაბალზე და გიო. ეს ქარხნული უკანა. ესენი ჩვენი უკანები და პახოდი წინები. ამორტიზატორები ხა წინ ყენდება, უკან ზამბარები აყენია, ამორტიზატორები დარჩება და პოლნი დაგდებულზე ვაყენებთ ჯერ. შევხედავთ მანქანა როგორ დადგება, რა ზომაზე აწევას მოითხოვს და მაგის მერე ავწევთ რა. ძალიან საინტერესო იქნება ბოლომდე დაგდებული როგორ გამოიყურება. ძალიან არ დავარ და მე მაქსიმუმ თხოვში სხვა ზამბარას დავაყენეთ, ხო? ხო. ოკეი. ეს არის გაკეთებული არამხოლოდ სასწავლო. და მაგის ვარი ახლა რო უწევს. მაგარ მივიტადი მეტყვენ ამორტიზატორი არ ვარგა ჯიგარო. არა ხალხი. თვეჩი. ავსიბავი დაბლარი. არა მო. ოუ ჩემი კაცი. უკვე ლამაზია. მეგონი აწევას მოითხოვს, იმიტომ რომ მოედება ალბათ არა? ყველაზე დაბალზე ვნახოთ რა. ხო. ხო გაინტერესებს. მაგრამ მაინტერესებს ხო რა გადავჭი. ხელოვნური ინტელექტი დავღალე იმენა იმდენ შეგავაკეთე. რა დიტავი და მაგები რა. რამდენი მანქანა? მე ის ჩემი ამა შეხედით მაგთანაც ვერ გავალ ესე რომ დავდოთ ო ცვეჩი მინა წამოწო მაგრად ხდება პროსტა როგორ პატიომნი გზეც არა რუჩოია ჩაუწიო აიცა ჯერ არის წამი უკან პროსტა აქ ორ გზებს რა უთხარი თორე ხო დავტოვებდი ესე და ვერ ვივლი ხო ის რატომ ერი აუჩი რავი ესე თუ გასწორდა და ესე თუ არ მოედო და რავი აი ამ გზებზე როგორ ივლის არ ვიცი მაგრამ სასწაული არის ეხა რომ ყურებ არ ჯერაჭი სულ სხვა მანქანა გაიქცა აი ესე იყო ბიჭო ხელს დაახლოებით ამ სიმაღლეზე ვადებდი და ნახე რა მხედავთ თქვენ თორე აუ რა პისტეცია ჩემი ეხა უკანაც რო გასწორდება კიდე დაიხრია ვაფშე თითი შევა აუ რა მაგარი აუ იმენ ვისი მოყავს ხარ ეხა უყურებ ლაივ ცოტა ისევ ჯიპივით არის, მაგრამ ეშველება რა. აუ შენი საღოლ ეხლა გავიარეთ მოკლედ და ვედებით კრილოებში. ეხლა ხის გავტესტავთ როგორი იქნება, უკანაც გავახისტებ და მე სავარაუდოდ ცოტა სავწევთ. ეხლა იმენა ძალიან საკაიფოთ არის, მაგრამ ედება რა. უკან კიდე დასაწევი არის. გავიარეთ სიხისტეს და სიგრობე ვნახეთ და ხისზე ძალიან ხისტი არის, იმენა გასტესელი იჩდება. და რბილზე კიდე ძალიან რბილია როგორც ქარხნული რა.
ძალიან მაგარი პადვის კარი, იმენა ძალიან ისეთი პადვის გავარჩიეთ. საჩვენო ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ზოგი პადვის კარი ისეთი, რომ როგორც უნდა დაარბილო, მაინც ხისტი იჩიტება და ანგრევს კუზავოს რა და ესენი არის იდეალური. შესასწავლი გამოვიდა რა. პროსტა მე კიდე ზევით აუწიეთ. ნუ აიწია და ეხლა სხვა ზამბარებს ვაყენებთ, რომ ცხვირიც და ტრაკიც ერთ ზომაზე იყოს რა. წინა ცხვირიც აუწიეთ 0.5-ზე, ანუ 1 სანტიმეტრიც კი არა რა, 0.5-ზე აუწიეთ, იმიტომ რომ აი ძალიან ლამაზი არის მანქანა და მაგას ზევით აღარ მინდა. ცუდ გზაზე რო არ ტყოდი, კრილოში ედებოდა საბურავი რა. ხო და ეგეც მაგიტო აუწიეთ. ჯერ აწეულია და ნახეთ უკვე რა მაგრა დგას. და რო ჩამოვა კიდე შეიძლება დაჟე აწევა დაჭირდეს რა. ეს პიცარი აქაც რა არა მაგრაცის ძა ჯოვერი ვილიამი მარაცა მე დავტოვედი უეჭველი კაცზე მკითხი უკანას დავწიეთ. ისე რომ თქვა არ მოგვედოს პიროებში. აწევაც შეგვიძლია რა თქმა უნდა. აი რა მაგარი ვიცით. მერე ხო გუჩიტელს მოსდე. ხო არა. ხო ბაზარია. ვიდას მოგები გავდენი კარტოფილი მომივიდოდა უჟინე გაია. კამერით მოწვევენ ახლა. როგორც ის და რანაირად და походу რა სადედება რა. ეს დღის კადრები. ძალიან მაგარი ვიძე მოვიდა. აქოდნო ვედები. მოსახოებში წეგან ვიდეო ვერ გადავიღე, გავტესტე. ვიარე მოკლედ და ედება, მაგრამ არა უშავს რა. არა, ვინ მოდიხარ? მე არა ძმებო, რას მოდიხარ? არა. შევიძინე პატკლინიკები, ეხლა გავუშალე, კებს შევძლი მოკლედ. აქ უარესი მდგომარეობა არის, იმენა ვაფშე აღარაა ჩათვალეთ. და რავი ეხა ეს რაც ვიყიდი არის სილიკონისო რა, იღუნება და ასე შემდეგ და წესით არ უნდა გატყდეს რა და რო დავაყენებ გაჩვენებთ. პატკლინიკები უკვე დავაყენე. ეხა ფარი მოხსენი, პავროტნიკიც მოხსენი, არანთები და დისკები მოხსენი ორივე, კაფით წმინდა, ეხა ვამზადებ პოლირების სარეცხით. ვაპრიალებ მოკლედ ამ ნადებს, ზამთარში მარილებს შუერ ისეც მინდოდა ამის გაკეთება და ქართულ ვერცხლისფერს დაუბრუნდება, უკვე ნუ ვიდეოში ეტყობა კიდევაც რომ ბევრად სუფთა ვიდრე იყო, ესე გავწვიდავ, შემდეგ ქაფიანი წყლით დავამთავრებ და მე უკვე შკურკით დავიწყებ გარე ბორტებს, რა ნუ ეს ძალიან კაწრავს ეხა შიგნით ნაკლებად მაინტერესებს და გარედან ამითი არ შეიძლება რა რო ვიცოდით მაინც. ჯერ პოლირება არ გავკეთებია, უბრალოდ გავშკურკეთ, აგერ არის ნაყიდი, ესენი ვიყიდე, ესენი არის ბარგალკაზე დგება ჩაულებრივად, ამის კადრებს ფექა გადამიღებს, მაგრამ ორი ცალის კრემი ვიყიდე, პირველი პირი, მეორე პირი და შემდეგ ამით ვაპირებ დამუშავებას, რა. და ნუ რა შედეგებზე მივად, ნახავთ მერე. походу ვიდეოში მგონი გაჩვენეთ, ქვევი და უკენდანაც ეხლა დალაქული არის, მაგრამ აქაც ისე გავწმიდე, რომ ქარხნული შვიძე მოვიყვანე რა, ანალოგიურად არის მოკლედ ესეც და უკანესაც იგივე პროცედურები ძალიან გაგვიწელავს უბრალოდ დროს. გასაწმენდი არის ზებო, აი მოდი გავწმენდო და სხვაობა ვაჩვენოთ ხალხს. რა პირველად არ ვაკეთებ ამ დისკებს უკვე მეორედ ვაკეთებ. კაი, გავწმენდოთ, რა პირი ხო? და ნუ შედით და სხვაობა ვნახოთ. ეხა ის პირველი პირია, მეორე კრემიც მაქვს, რომ მეორე ფენად და პირიც გავუკეთო. სადღაც აი აქამდე არის მოსული. აქ ნუ ხელსაც რო გავუსებ აქ იმენა ხრიალებს და აქ უკვე დარბილებული რა. ვნახოთ. რა სიტყვში? ჩვენი აქ ხო ეყოფა შეჭი. კი. თუ აუგეთო. მეორე პირს რო გადაატარებ იქ არა. ეხა ამას გავუკეთეთ პირველი პირი ჯერ და შეხედეთ სარკისავით არის. უკეთესად ფსინავს და ამას უფრო ნახაზები ეთყობა რა. ნუ ორივე გაწმენდილი რო არის, ორივე ლამაზია, მაგრამ იმას რო დაპოლირდა მაინც ხანერი ეფექტი აქვს რა.
ნახოთ ეხა მეორე პირსაც რო გავუკეთებ და შემდეგ 4 ხილეს რო გავაკეთებ დღის შუქზე სხვა ეფექტი ექნება. იმენა ეხა აქ რო ვიღებ ნიკელი გახდა რა. რო გაიწმინდება. ეს მარტო პირველი ფენა არის როგორც გითხარით. აი ესე პირველი ფენა კიდე მეორედ გავუკეთეთ და ეხა უკვე დავიწყეთ მეორე ფენას და შედეგი უკვე ძალიან ჩანს იმენა მაგარი. უკანას მოვჩი ახლა მეორე ხამეა კაროჩე. თელი დღე ჩალიჩობდი, კარგად გავშკურკე და ძალიან მაგარი გამოვიდა. გამოიწევდით ეს წინაცა кайფო არის, მაგრამ ამას ვაფშე დიდი ბორტი რო აქვს, სხვა ეფექტი აქვს რა. ნუ ვიდეოში სავარაუდო სხვაობას ხედავთ, მარჯვენა დისკი ჯერჯერობით არაა დაპოლირებული, მარცხენა უკვე დამთავრებულია და ნუ სხვაობა უკვე თქვენ შეაფასეთ ვიდეოშიც ესეც საკმაოდ დიდი სხვაობა უნდა ჩანდეს რა. რა სიტყვა გეკუში? არის ხო დიდი მაგარი სხვაობა. ეხა გავყავს მებო კრილოების შესაკეცად რომ დავწიე იცით რომ ედება და მაგის გამო აღარ მოვაპირებ აწევას და თუ მარტივად გამოვა შევკეცავ კრილოებს და მაგით მოვაგვარებ პრობლემას. კაციაზე ვართ, ველოდები ეხლა, ჩემი რიგი მოვა, შევიყვან. დისკების პოლირებაც ჩანს, მე გარეცხეზე გაჩვენებთ, ეხლა ძალიან დასულია. მოვედით, დადგა ჩვენი დროც. ეს ნაშპაკელი და ნაღები რო არ არის, ისე შეიკეცება, რომ გარე ვიზუალი არ დაზიანდება, არც აღებავი და საერთოდ არაფერი არ დაიტყობა რა. აი აქ ფენას რასაც ხედავთ, ეს ფენა შეიკეცება და დანარჩენი უკვე პროცესსაც გაჩვენებთ. კი, და გაჩვენებს ხათაშორის, იმიტომ რომ ორ ნაწილად ვაკეთებ ჯერ აქამდე და მერე იმას რა, იმიტომ რომ ვერტევ აქ საგლუშკა, აქ რაღაცა კრილოს. ის აქ რა რეზინი და ის არ მინდა რომ გავაფუჭო და ვიზუალურადაც გაჩვენებ შევით. ეხა ვიდეოში რამდენად შესაძლოა ცოტა გამოვიდა კიდევაც კილოც. ეს ეხა არ ვუტავთ, უბრალოდ კეცავთ. ისე ფლეში ჩავართოთ რომ გაჩვენოთ. და აი ნახეთ, ეს ადგილი რაც არის გამოკეცილი და გამობერილი, ეს ადგილი იპრესება აი ამის დონეზე რა. ჩათვალეთ ეხა ეს ადგილი სულ ეჭრებასავით რა. ნუ ზოგი ვაფშე ბარგალკითაჭის, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი ეს არის, რომ კუზავს არაფერი მოვიდეს. აი დააკვირდით, აი ამ ადგილიდან დაიწყება შეკეცვა და აქ როგორც არის ჩათვალეთ აი ამ დონეზე, იგივე დონეზე ეს ადგილები სულ მოშორდება რა. და ნუ აი აქაც დააკვირდით. აი ეს ადგილი რაცაა გამოწეული, ამ დონეზე მოკლედ ესეთი წვრილი არხი გარჩება და ეს ადგილი სრულად მოშორდება, ამ ადგილას ედება რეალურად დისკი რა. და ნუ რო გაკეთდება, მე ამის ხვაობასაც კიდევ შეგახედით. მე ძალიან მეშკიდა. თუნ 30 უეჭველერიდა რა. სხვაობაც რომ მომწეს. მე თუ ამეწია 3 სანტიმეტრი, ეხა სიტყვაზე 2 მაინც ხომ მოუწევს რაღაცა. ყველა ორიანი შეკრიბა. და მე მგონია რომ უნდა მოედეს. მე ჩაგიჯდება ეს და ნახოთ. ორი კაცი. უკვე შეკეცილი არის კრილო. აი კაციც კა. აი როგორც გითხარით, მოკლედ აი ეს ნაწილიღა დარჩა. აი ესეც სითხე. ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, რა და როგორ გაკეთეთ და ყველაფერი დეტალურად გაჩვენეთ. და ეხა უკვე გავუვლით, შევამოწვეთ, ნახავთ როგორ არის, რანაირად არის. და რა ვიცი. ეგ იყო მოკლედ კრილოვის შეკეცის ამბავი. ჩაინიშეთ ნომერი, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ, ძალიან ჯიგარი ბიჭია და კარგი ადამიანი და გაგიკეთებთ, მოკლედ უკმაყოფილებს არ გამოგიშვებთ. უკან გამოვწიე და ეხა უკვე ფლეშით ვნახოთ თქვენთან ერთად, ეს მაინტერესებს. მოაშკარად ახალი კვალი არ ჩანს ამ ეტაპზე. აქ არ მოედება. არსად არ აქვს საერთოდ კაპრონის კვალი, იმიტომ რომ საბურავ კრილოებში სულ კაპრონები მქონდა ხოლმე. მე მგონი უშველა შეკეცვა. რა არის შენი აზრი? მაგას ვერ გახსნე, ჯობია გახიო. არა მოხდება რა. არა მოხდეს რაღაც. ნე. იმ დიჯერ გადავაკარის კოჩი რომ ვერ გახსნის. ვიყო ასე დამაშები მიდი. თან არის მიანათე ერთი ბექა.
შვეიცი. არ დაიცი ხო რაცა. ოკეტონა. ვაი, მიდი ამოიღე. ვიზადაც შეიძლება, მაგრამ არა სათანადო მომეჭირე ინაზე ჩემათანაც უყურებს რა. და მეულე ესეთი სარკეო ის რა გეკადრებაო წებოზე რომ აქ დაუყურე რა ვაჩქაც. თან ნახე სუსტადა ჩენს. თითქოს მეგონ ფეშები. წამომოაგე ამასაც ოდაბადების დღე. ძალიან ნაბორია. გათავშა. ვერდად გადაგე YouTube-ზე ჩავს. ხო, ბატო. აჰა, ესე გვანახე, აბა გვანახე. გადაგე. შეხედე შენთვის გვერდულად ვიღებ. წამოიღე. აი ხო წამო. დავიბენ. ჩაიხედე კაცი უღებს. აბასანი როგორია შენი რეაქციები, რას ვფიქრობ, ეს მე რო შემჩა. შენის გამომართვი. გიდა მართლა დავაყენებ. დავაი მო. დავაი. ой, შედილგან ადგება, ნახე ეს. ზუსტად აზის. არა, ეხა სად ეს სად. ის ორი მაგაცი საათ რომი დაბადების დღეზე აჩუქეს. ეს გვანახეთ აბა. რა ფერში არის რა ეს? ა? რა? ფერში არის. აქ ვიღაცამო. სარკის დაყენებაო, მაგრამ ვერ დააყენეს. არიცი არა. თუ არიცი დაადები რა თავი. იცი? რა? იცი? ხო, პროსტა ხელსაწყოები დაასწავლე. არც ხელსაწყო. აი რაღაცა შვება, მაგრამ კი არის ის რაღაცა. მეც მას სწავლეო. მე დამატრიალებ რა. მეუბნები, აუ რა მაგარი. ხადა, აკიკითხა. თან ფერში რა მაგარი. შეეხება პადუესკას. პადუესკი ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აქედანაც. დაახლოებით უკვე 1 თვიან თვენახევარია დავდივარ და იდეალურად მუშაობს. რბილზე ქალაქის პირობებში ასე ვთქვათ გრუპი არ არის რომ მუზაუმ დაანგრიოს. დაბალი არის, ნუ ასე თუ ისე შევეჩვიო, სპეციფიური სიარული უნდა ცერათ უნდა გადახვიდე და ასე შემდეგ. და ნუ ხისტზე ეხა ხისტზე მიყენებ რომ დიდ გორზე ვარ და აკეთესნავ და რაც შეეხება დრილს და უფრო უკეთ ბლოკავს თუ არ ბლოკავს, ფაქტი არის აქ. სანამ პადუესკას დავაყენებდი, შევიძინე ახალი საბურავები და პადუესკამდეც აღარ ბლოკავდა საერთოდ, მაგრამ ძალიან ეჭიდება რა. აქამდე ცეპლენის გარეშე მეორეთი თუ გამოდივდი მოსახლეში, ეხა მინიმუმ ცეპლენი ესა წამოვარტყა რომ ზანოში ჩადგეს რა. და მაგის შემდეგ უკვე აქ რამოდენიმე მოსახლეში ვიდეოში ნახავთ რომ დაბლოკა მოკლედ საკმაოდ და სამართავათაც უფრო მარტივი სამართავი არის, აი ძალიან მარტივი რა. აღარც ქანაობს, აღარც გეჭიდაობა და ძალიან მაგარი სამართავია. ნუ ეს ნუ გააჩნია თქვენი გამოხმაურება და ლაიქების მიხედვით. მოკლედ კარგ წვიმაში სავარაუდოდ ლილვარენაზეა სადმე შემოგთავაზებთ კარგ ტესტს. მოკლედ აქ გემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოებში უფრო დეტალურად გაიგებთ მოკლედ ჩემი მანქანის ამბებს. ეხლა კი ლამაზ კადრებს გადავიდეთ.